ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სუსმა ერთი პირი დააკავა. მას ბრალი უკვე წარედგინა. ასევე სუსის ინფორმაციით რამდენიმე პირის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოვლენილია პირთა წრე, რომელიც სახელმწიფო უწყებებში ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდა. ბუქარის შეტყობინებების ავტორები ძირითადად ვირტუალურ ქსელებს, IP მისამართების დაფარვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხმის შემცვლელ პროგრამებს იყენებდნენ. სასჯელი 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატის ინფორმაციით დაკავებული ბრალს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ იხუმრა და არ უფიქრია, რომ მის ქმედებას სერიოზული შედეგი მოჰყვებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულია 2006 წელს დაბადებული პირი, რომელიც თავადაც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. შეხერგის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები, პერსონალური კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი სხვა მოწყობილობები. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად ინფორმაციის წარმომავლობისა და შინაარსისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ყველა შეტყობინებაზე დამოუკიდებლად განხორციელდა უსაფრთხოების მიზნით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაშიც კომპლექსურად მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. არც ერთ შემთხვევაში ფაქტი არ დადასტურებულა. გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არც ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის სასამართლო, რაც ესე გაინტერესებს და ალბათ მაყურებელსაც აინტერესებს, მათგან მეილი გაგზავნილი არ ყოფილა. ანუ ჩემი დაცქვეშ ყოფი თავს დამნაშავე ცნობს, ძალიან ნანობს, მას არ ქონდა გააზრებული, რომ შესაძლოა მსგავსი ტიპის ხუმრობას მოყოლოდა რაიმე ესეთი სამართლებრივად მძიმე მოცემულობა მისთვის, იმეც ვიტოვებთ, რომ სასამართლო გაითვალისწინებს, ვინაიდან ის გახლავთ 19 წლის სტუდენტი, არასდროს კანონთან კონფლიქტი არ ქონია, არც ბოროტი ზრახვები არ ქონია.